მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივის ტელე და რადიო ეთერშია თოქ-შოუ ჭიათურის საათი გიორგი კასრაძესთან ერთად. მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ჩვენ ჭიათურისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ. 2015 წლის 7 აგვისტოს ჭიათურის საკრებულომ მიიღო ახალი დადგენილება, რომლის თანახმადაც მანგანუმიანი მანქანებისათვის ადრე არსებული შეზღუდვა მოიხსნა. 7 აგვისტოდან ქალაქის ქუჩებში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანები თავისუფლად მოძრაობენ. შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივა ჭიათურის გამგებელ სულხან მახათაძეს ეკუთვნის, მისი განცხადებით რეგულარულად მოხდება ქალაქის ქუჩების მორწყვა და მეწარმეების მხრიდან ახალი სარწყავი მანქანის შეძენა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ინიციატივა საკრებულოში გამგებლის მხრიდან შევიდა, თუმცა ეს იყო გუნდური და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ბაჩოციცქიშვილს იმედი აქვს, რომ ახლა მაინც არ დაარღვევენ საშუალო ფირმები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ეს გულისხმობს ქალაქის ქუჩების მორწყვას დღე-ღამეში სამჯერ. გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მოსახლეობის აზრის უგუვებელყოფად აფასებს მომხდარს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი. მისი განცხადებით, რესპუბლიკურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა საკრებულოს მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას. საკუთარი მწვავე პოზიცია დააფიქსირა საკრებულოს ყოფილმა წევრმა როსტომ ცარციძემ. მისი განცხადებით, მეწარმეები არ შეასრულებენ ნაკის ვალდებულებებს, ამ ფონზე კი ეკოლოგიური ვითარება ქალაქში უფრო დამძიმდება. მოსახლეობა უფრო მეტად დაავადდება და მათზე პასუხისმგებლობას არავინ აიღებს. დაამძიმა თუ არა რეალურად ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა ჭიათურის საკრებულოს ახალმა დადგენილებამ, ამას მალხაზ წერეთელი გვეტყვის პირდაპირ ჩართვით. თუ დღეს კი ასევე ვისაუბრებთ თემაზე, დგას თუ არა რეალურად ჭიათურა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე, ორი დამოუკიდებელი ექსპერტის განსხვავებული მოსაზრება. ჩემი გადაცემის დღევანდელი სტუმრები არიან ქალბატონი ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანეთა მოძრაობის ლიდერი. მოგესალმებით ქალბატონი ნინო, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. ასევე ბატონი ჭიჭიკო ჯანელიძე, გეოლოგი, მოგესალმებით ბატონი ჭიჭიკო, მადლობა მობრძანებისათვის. დღევანდელ გადაცემაში ჩართულია ინტერაქტივი, ჩვენი Facebook-ის გვერდზე ძალიან აქტიურობს მოსახლეობა. 28 ჭიათურელმა უკვე დააფიქსირა მოსაზრება და კარგია თქვენს თუ დაგვირეკავთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 0322 388 105, Skype-ით ობიექტივი 2 ლათინური ასოებით და უპასუხეთ კითხვას, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს. როგორ აფასებთ ჭიათურის საკრებულოს მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას მადნით დატვირთული მანქანებისათვის ქალაქის ქუჩებში მოძრაობის ნებართვის? გადაცემასთან დაკავშირებით თქვენი აზრით როგორია დღეს ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობა? სანამ უშუალოდ ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებდეთ, მანამდე ჭიათურის საათში ახალი ამბების როა გაგაცნობთ მიმდინარე კვირის სიახლეებს ჭიათურაში. მას შანსზე გაგაცნობთ ჭიათურის ახალ ამბებს. ჭიათურას მსოფლიო ბანი და მახათას მთაზე საქველმოქმედო ფონდი ავნანას პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე ეწვია შეხვედრა, რომელსაც ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ესწრებოდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა აღნიშნული შეხვედრა. თავდაპირველად მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ათონის მთაზე ცხოვრები ბერებისა და ღვთისმშობლის ხატის მიბრძანების ისტორიას ასახავს. პაატა ბურჭულაძემ აუდიტორია სიტყვით მიმართა და ჭიათურელებს მახათას მთაზე არსებული ტაძრის მშენებლობაში ჩართვისაკენ მოუწოდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა პროექტში ჩართვის მზაობა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ საკუთარ წვლილს შეიტანენ ტაძრის მშენებლობის პროცესში. შეგახსენებთ, რომ ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა 2012 წლის 17 აპრილს ხატის დღესასწაულზე დაიწყო. სამონასტრო კომპლექსი ქართველი ხალხის შემოწირულობებით შენდება, როგორც პაატა ბურჭულაძემ ჭიათურაში განაცხადა. ტაძრის დასრულება 2017 წლის 25 დეკემბრისათვის იგეგმება, რომელიც კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სახსაყდრებიდან 40 წლის თავს მიეძღვნება. ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელმაც პირველი სხდომა უკვე გამართა. კომისიამ ჯანდაცვის კუთხით არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელა. ჭიათურის გამგეობის ინიციატივით ამ ეტაპზე კომისიის მთავარი ამოცანაა შეისწავლოს ჭიათურაში არსებული მდგომარეობა და განსაზღვროს ავადმყოფოს პროფილი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება. ჭიათურაში აღმაშენებლის რუსთაველისა და ჩაჩანძის ქუჩებზე საყრდენი კედლებისა და მოაჯირების რეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ყველა იმ ადგილას, სადაც აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა, ინფრასტრუქტურა სრულიად დაზიანებული იყო. სამუშაოები მუნიციპალური სახსრებით ჩატარდა და ის ტენდერში გამარჯვებულმა ფირმებმა შეასრულეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოწვევით გამგეობის ხდომათა დარბაზში გაფართოებული თათბირი გაიმართა. შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კუთხით არსებული მდგომარეობის მოსმენა იყო. გამართულ შეხვედრას ჭიათურაში წარმოდგენილი კერძო და სახელმწიფო ორგანოების ენერგოპრო ჯორჯია, სოკარ ჯორჯია გაზის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სოციალური სამსახურისა და საწყო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გამგებელმა თითეული სამსახურის ანგარიში მოისმინა. გაფართოებული თათბირი სულხან მახათაძის ინიციატივით თვეში ერთხელ იმართება. 6 სექტემბერს თბილისის ძის საკონცერტო დარბაზში ტელეპროექტ ეტალონის 10 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. საღამოზე ეტალონის ისტორია გაიხსენეს და მის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ფილარმონიაში გამართულ ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი და საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან ფილარმონიაში გამართულ ღონისძიებას 50 კაციანი დელეგაცია ესწრებოდა. ჭიათურაში 27 სპორტული სკოლის ორგანიზებით თებურ მაგრაძის სახელობის ფეხბურთის ტრადიციული ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში 10-ზე მეტი სოფელი იღებდა მონაწილეობას ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს ნიგოზეთისა და განის თემები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ნიგოზეთის გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გამარჯვებულებს სამახსოვრო თასი და ფულადი საჩუქრები გადაეცა. და დღეისათვის ჩემს ხელთ არსებულ ბოლო ინფორმაციას გაგაცნობ ჭიათურაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი გამოაკლდა ჭიათურას. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გვაწმოსილი პედაგოგი ქეთევან დეკანოიძე გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში ზრუნავდა ჭიათურაში განათლებული და ღირსეული თაობების აღზრდისათვის. გადაცემა ჭიათურის საათი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დამსახურებული მასწავლებლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ქალბატონი ქეთევანის ოჯახს, წევრებსა და მეგობრებს. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, შეგახსენებთ, რომ მედია კავშირ ობიექტივის ტელე და რადიო ეთერშია გადაცემა ჭიათურის საათი გიორგი კასრაძესთან ერთად. გადაცემას ვიწყებთ პირდაპირ ჩართვით ჭიათურიდან. ხაზია მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი. მოგესალმებით ბატონო მალხაზ და დიდი მადლობა რომ იღებთ დღეს გადაცემაში მონაწილეობას. 2015 წლის 7 აგვისტოს მიიღო ჭიათურის საკრებულო დადგენილება მანგანუმის მანქანების მოძრაობასთან დაკავშირებით. თქვენ და თქვენი გუნდი იყავით წინააღმდეგი ამ დადგენილების. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია ქართული ოცნება რესპუბლიკელების ლიდერი მიიჩნევდა რომ უკანონო იყო და კანონთან არ იყო თარხვედრაში ეს გადაწყვეტილება. რას გულისხმობს უკანონობა ამ გადაწყვეტილების შინაარსში ბატონო მალხაზ? მოგესალმები გიორგი, მივესალმები თქვენს სტუმრებს, თქვენს ტელემაყურებლებს, თქვენს გულშემატკივრებს. მადლობა იმისათვის რომ მომეცა საშუალება თქვენი ეთერით მიმართო მოსახლეობას და ეს საუბარი შედგეს. მე მინდა ვთქვა რომ წინააღმდეგობა თავდაპირველად შემიძლია ვთქვა რომ მე არა ვარ პირადად მე და ფრაქცია რესპუბლიკელები და ასევე ხმარ მისცა ამ გადაწყვეტილებას ფრაქცია ფორუმის წარმომადგენლებმაც წინააღმდეგი მე პირადად არა ვარ წვრილი მეწარმეობის. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ადგილობრივი ხელისუფლებიდან 2013 წელს რომ განაცხადე საპარლამენტო ტრიბუნიდან რომ აუცილებლად მოწარმეობას უნდა მიცემდა წვრილი მეწარმეებს ფირმებს მანქანების უყურების საშუალება. ის რომ მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონიერების ჩარჩოში მოქცეული. ეს მათ მოწუნა იმ შესახებ რომ ძიმეწონიანმა მანქანები გადაადგნენ ქალაქის ტერიტორიაზე პრაქტიკულად თავიდანვე ჩანდა რომ შეუსრულებელი იყო. ამის მოწები წინააღმდეგობას სანამ ვიდან და გამოჩენილი და გარკვეული სამუშაო და წინასწარ გაწეულ რომ ჩვენ 2012 წელს ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა მოსახლეობასთან ყველა გადაწყვეტილება და მით უმეტეს ისეთი გადაწყვეტილება რომელიც საერთო მნიშვნელობის არის მუნიციპალიტეტისათვის, ქალაქისათვის, მოსახლეობასთან ყოფილიყო შეთანხმებული, მოსახლეობასთან ყოფილიყო წინასწარ გავლილი ყველა ეს ეტაპი, ეს მოსახლეობის აზრის გარეშე მოხდა და იმის გარეშეც მოხდა რომ შესაბამისი
ჯერ კიდევ არ იყო მათი მხრიდან და შესაბამისი ნაბიჯები. თუმცა რაზე დაყრდნობით უკაცრავად ბატონო მალხაზ, რაზე დაყრდნობით ხელმძღვანელობდა ბატონი პაატა გოგოლაძე, რომ როდესაც ამბობდა, რომ კანონი დაირღვა ამ შემთხვევაში, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უწერია, რომ ფორს მაჟორის ვითარებაში გამგეობას აქვს უფლება გაატაროს ქალაქის ტერიტორიაზე. რას გულისხმობს ეს ფორს მაჟორი ბატონო მალხაზ? ესე იგი, ეს გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების მიერ არის მიღებული, შემდეგ შევიდა შესწორება და უფრო დაკონკრეტდა, ასე ვთქვათ, 2013 წელს და ჩაიწერა, რომ მხოლოდ ფორს მაჟორულ სიტუაციაში შეიძლებოდა ავტომანქანების გატარება. ფორს მაჟორი ნიშნავს უკიდურეს რაღაც სტიქიურ უბედურებას, განსაკუთრებულ შემთხვევას, სხვათა შორის იქ წერია და კარგად და ხაზგასმულად, რომ ფორს მაჟორში არ იგულისხმება მეწარმის მიერ რაიმე საქმიანობასთან დაკავშირებული, მას რომ პრობლემები შეექმნა საქმიანობაში, ეს არ გულისხმობს ფორს მაჟორს. და ეს არ იყო გათვალისწინებული, ისე იქნა შემოტანილი ეს ბატონო მალხაზ, თუ ფორს მაჟორს არ გულისხმობდა ვითარება, რის გამოც დაუშვა საკრებულომ ეს მანქანების მოძრაობა, რასთან გვაქვს მაშინ საქმე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება საკრებულომ? კიდევ ერთი შეკითხვა, თქვენ და საკრებულომ ძალიან კარგად იცის თქვენი მწვავე პოზიცია მანგანუმის მანქანებთან დაკავშირებით, ხომ არ არის დაპირისპირება ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და ხომ არ დგას საკრებულო განყენებულად ცალკე გამგებელი, ცალკე დეპუტატი, როგორც ჩანს საერთო აზრზე და კონსენსუსზე ვერ მივიდა ეს სამი დამოუკიდებელი მართველი რგოლი. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? სამწუხაროა, რომ მე შეიძლება სამწუხაროდ აღნიშნავ იმას, რომ აი ეს ბოლო შემთხვევა ჩემთან კონსულტაციების გარეშე მოხდა. აი ესე ვთქვათ, რომ დამჯდარიყავით და ჩვენ ერთად გაგვევლო ეს საკითხი, სამწუხაროა, რომ არ მოხდა. მე წერილობით მიმართე საკრებულოს ეს გადაწყვეტილება დროებით შეჩერებული იყო. ჩვენ ის მეწარმეები, რომლებიც და საშუალო ფირმები, რომლებიც ეხლა თხოვნით შემოვიდნენ გამგეობას მიმართეს და გამგეობამ საკრებულოს, რომ ძიმეწონიან მანქანებს მადნით დატვირთულს გაევლო ქალაქის ტერიტორიაზე, სასამართლოში გვიჩივის და სასამართლომ ჯერჯერობით მათ არ გაუკმაყოფილა ის თხოვნა, რომ ძიმეწონიანმა მანქანება ქალაქის ტერიტორიაზე გაიაროს, კერძოდ ხელიძის ქუჩაზე. დადის ეს მანქანები ნაგოთის დასახლებიდან ქალაქის ცენტრამდე, ამის წინააღმდეგიც ვარ, მაგრამ ეს სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, რომ ამის ნებართვა დართვა. ანუ ჯერ სასამართლო პროცესი მიდის, ფორს მაჟორი არ არის, შემოდის წვრილი მეწარმეების ნაწილი, აი ამ მოთხოვნით. ბიუჯეტში თუ შემოაქვთ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები ამ წვრილ მეწარმეებს, ბატონო მალხაზ? საერთო ჯამში ალბათ შემოა, იმიტომ რომ საბოლოო პროდუქტი ისინი მოიპოვებენ შეეხება მოგების გადასახადის თუ მანგანუმის მოსაკრებლის კანონით, რომელიც თქვენ ინიციატივით ისახება ალბათ ჩვენ ყველაზე უფრო თვალნათლივ ამას ვნახავთ, როცა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელის გაიზრდება, ასე ვთქვათ, მოცულობა ნამდვილად გაზრდილია მანგანუმის წარმოების საბოლოო პროდუქტს ისინი ჯორჯიან მანგანეს საშუალო ფირმას და შემდეგ საშუალო ფირმა ჯორჯიან მანგანეს აბარებს და მოცულობა, როგორც ჩვენ ვხედავთ და ციფრებში გაზრდილია წარმოების, მაგრამ მაინც ეს პროცესი გამჭვირვალე არ არის, ასრულდება თვითონ ის ხელშეკრულება, რომელიც საშუალო ფირმასა და წვრილ მეწარმეებს შორის არის დადებული, იმიტომ რომ ამდენი ფირმა იმ მოთხოვნებს ბატონო მალხაზ, რაში ჭირდება ერთ პატარა ქალაქს საშუალო ფირმა, შემდეგ წვრილი მეწარმეები, აქ ჯორჯიან მარგანეზი, აქ შავი ფულის ტრიალთანაც ხომ არ გვაქვს საქმე და გარკვეულწილად ჩემო გიორგი, ეს იყო თავრობის მცდელობა და ძალიან კარგი იყო ეს მცდელობა, რომ უკანონობა აკვეთილიყო, მაგრამ ეს გავიმეორებ თქვენთანაც და ეს საპარლამენტო ტრიბუნიდანაც მაქვს ნათქვამი, რომ მოხდა უკანონობის დაკანონება. სხვა ფორმებით შეიძლება ეს მომხდარიყო. მე რომ ეხლა უბრალოდ ის შეთანხმებას გადავავლოთ თვალი იმ შეთანხმებას, რაც შეთანხმებას 7 აგვისტოს იქნა მიღწეული, 7 პუნქტიანია ეს შეთანხმება, 7-დან 6 ასრულდება და ეს მოცემული არის ჭიათურის არქიტექტურული სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილების მიერ. მოწოდებულია, რომ დარღვეულია დღეების გრაფიკი, რომელიც სამ დღეს უნდა იმოძრაოს, მაგრამ მოძრაობენ სხვა დღეებშიც. დარღვეულია საათობრივი გრაფიკი, იმიტომ რომ ამ შუადღის პერიოდში მათ არ ქონდათ უფლება მოძრაობის.
შემდეგ დარღვეულია ასევე შეთანხმება რომ 5-მა ავტომობილმა უნდა გაიაროს საათში და ამ დასკვნაში წერია ზედამხედველობის რომ 15-16 ავტომანქანა გადადის და გასაშვებ წლითის წონას იმიტომ რომ სასწორი არ არის ვერვას დასუფთა მორწვა რეკულტივაციაზე ხო ზედმეტია 7 ჩვენ ცოტა დრო რჩება ბატონო მალხაზ ერთი კითხვა უნდა გკითხოთ და შემდეგ ალბათ დაგემშვიდობებით ბატონო მალხაზ ძალიან სასაცილოდ მოხდა ფაქტი თუნდაც იმ საკრებულოს ხდომის პერიოდში ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას აჩვენებს თავს რომ ის არის ნომერი პირველი ოპოზიციური პარტია ნუ ზოგადად ასეა თუმცა აღმოჩნდა რომ გელი და ცხარი ჭიათურაში ერთად ძოვს ბალახს ნაციონალურმა მოძრაობამ ხარი დაუჭირა აღნიშნულ დადგენილებას რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით სხვათა შორის როცა საკითხი უმწვავესი საკითხებია ჩვენთან წყლის საკითხი უმწვავესია სავანტყოფოს საკითხი სასმელი წყლის საკითხი და სავანტყოფოს საკითხი აქ ვერ ხედავ ასეთ ერთსულოვნებას ასეთ მოწადინებას და მანგანუმს როცა შეეხება საკითხი როცა შეეხება ავტომობილების ამ ძიმეწონიანი ავტომობილების მე ვიტყოდი ამ შემთხვევაში უკანონო გადაადგილებას მაშინ ერთსულოვანია საკრებულო ამ საკითხებში და ერთი მინდა დავაფიქსირო სამწუხარო ფაქტი რომ მე და ჩემ გუნდს, ასე ვთქვათ, ჩემი გუნდი არის ყველა და ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მაგრამ ფრაქცია რესპუბლიკელებს ლამის მოღალატეებად შეგვირაცხეს იმის გამო, რომ უკანონობას მხარი არ დაუჭირეთ. არის საკრებულო ზოგიერთი წევრი და მათ ხარს უჭერენ ერთზე ვერ ვიტყვი, მაგრამ პროტესტი არ გამოუთქვათ, როცა ისინი ამ ფორმით რაღაც მოღალატეს გიწოდებენ ჩემი აი ფრაქციის წარმომადგენლებს რომ თურმე უკანონობასთან ბრძოლა ეს არის დანაშაული ჩემი მხრიდან და ჩემი ასე ვთქვათ ფრაქციის მხრიდან იქ და იმ არა მარტო რესპუბლიკელების ფრაქცია იქ ფორუმმა დაუჭირა მხარი არ დაუჭირა ასევე ქართული ოცნების ერთმა დეპუტატმაც არ დაუჭირა მხარი ბატონმა მალხაზმა მალხაზ გოგატიშვილმა ბოლო შეკითხვა ბატონო მალხაზ და დაგემშვიდობებით რჩება თუ არა დეპუტატი იმ აზრზე რომ ჭიათურაში არის ეკოლოგიური კატასტროფა რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით და ინტერაქტივის კითხვას მინდა თქვენს უპასუხოთ დაამძიმა თუ არა ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობა ამ მანქანების მოძრაობა რა თქმა უნდა დაამძიმა ახალ ასეთი ვთქვათ შეკეთებული გზა არის თხელიძის ქუჩა და გაიაროს იქ ცხოვრობ თხელიძის ქუჩაზე 24 საათი იქ მიწევს ყოფნა ტალახით არის ალბათ მოწვევს ტალახად იქცევა ის გადმოყრილი რომ არიცავენ იმ წესებს რომელიც წესებითაც მათ უნდა იმოძრავონ ტვერი და ყველაფერი დარღვეული და დამტვერიანება სხვათა შორის ჭიათურელთა კავშირმა ეხლა შეამოწმა და გამოაქვეყნებს თავის დასკვნებს კატასტროფული თხელიძის ქუჩაზე კატასტროფული მდგომარეობაა მანგანუმის შემცველობით ატმოსფერულ ჰაერში სრულს გაცილებით აღემატება და დიდი ბატონო მალხაზ კიდევ ერთი შეკითხვა თქვენ მიმართეთ მთავრობას მიმართეთ პრეზიდენტს მიმართეთ პარლამენტს ჭიათურა გამოცხადებული იყო ეკოლოგიური კატასტროფის ზონად მთავრობისაგან არც პარლამენტისაგან და მით უფრო პრეზიდენტისაგან რეაგირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არის თქვენი აზრით რატომ არ აწყობს ხელისუფლებას ამ საკითხზე დეტალურად ჩაძიება რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის მინისტრი იმყოფებოდა ჭიათურაში რომელმაც სამწუხაროდ რეალური შედეგი ვერ აჩვენა მის ვიზიტზეც გითხარით ძალიან მოკლედ 2 წუთით დიახ მე ვიტყვი რომ პრეზიდენტის მხრიდან არ არის გამოხმაურება თორემ სახელისუფლებო სტრუქტურებიდან მარტო ის რადგან რომ ესეთი უმძიმესი დასკვნა დადებული გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ რომ 9 მილიონიანი ბიუჯეტი გვაქვს ქალაქს და 400 მილიონამდე გარემოზე მიყენებული ზარალია ამის შემდეგ რა უნდა დავა არის ბატონო მალხაზ სასამართლოში პროკურატურაში ამ საკითხზეც გითხარით დავა ჩემთვის ეს პროცესები დროში უკვე გაწევლილად მიმაჩნია, იმიტომ რომ პირველი საქმე შევიდა 2013 წლის ივლისის თვეში 2.079.000-ზე, სამი წელიწადი გავიდა და რა უშლის ხელს მე ეს მივმართე ძალოვან სტრუქტურებს მიმართული მაქვს მთავრობისთვის, მთავრობამ პირდება და დარწმუნებული ვარ, მაგრამ აქაც მინდა უფრო ეფექტური და სწრაფი მოქმედება, რათა ჩვენ დრო მუნიციპალიტეტის საწინააღმდეგოდ მუშაობს ნამდვილად სასწრაფოდ საჭიროებს სასწრაფო წესით მე ვითხოვდი კომისიის შექმნას მინდა რომ შეპირდა ასევე პრემიერ-მინისტრი რომ ის თავის გუნდით ესტუმრება ქალაქს და იმედი მაქვს ეს უახლოეს ხანში
მოხდება და შესაბამისი დასკვნები იქნება გამოტანილი ძალოვანი სტრუქტურებიდან მე ვხედავ ძალიან დიდი მადლობა ბატონო მალხაზ ჭიათურიდან გვერდთვებოდა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი მალხაზ წერეთელი ქალბატონ ნინო ბატონო მალხაზმა ბრძანა რომ ჩვენო დიდი სურვილი გვაქვს პრემიერ-მინისტრის ჩამობრძანების ჭიათურაშიო რეალურად შეცვლის თუ არა მირაკლი ღარიბაშვილმა თქვა მიიღო გადაწყვეტილება წავიდეს ჭიათურაში რა შეიცვლება ამით იმ ეკოლოგიური მდგომარეობის ფონზე რაც დღეს ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობის ფონზე ნამდვილად არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს და არის მოსამზადებელი სერიოზული გასვლითი მთავრობის ხდომა, შეიძლება იყოს მიღებული გადაწყვეტილება ჭიათურის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს პრობლემაა მარტო ქალაქის, ეს არის პრობლემა სოფლებისაც ჭიათურაში. იმიტომ რომ სანაყაროები სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ ახლა მარგანეზის ქვეშ გატანილი არის სოფლებში და პრაქტიკულად ღელეების და სხვადასხვა იმის მდგომარეობით, ანუ გარეცვა მათი მიმდინარეობს და რეალურად ნამდვილად სერიოზული პრობლემები გვაქვს რა. ანუ ეს საკითხი ბოლომდე უნდა იყოს შესწავლილი, მე ეჭვს შევიპარებდი, ეჭვი მაქვს იმაზე, რომ ცოტა მეტია ზიანი ვიდრე 400 მილიონი და ზიანი ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად მე არ ვიცი მსოფლიოში საწარმო რომელიც ამ ხელა ზიანს გადაიხდის შესაბამისად ამ სიტუაციაში არსებობს მსოფლიოში გამოცდილება როცა ქვეყანა აცხადებს იქ გარემოსდაცვით კუთხით და ეკოლოგიური უბედურების ზონად და უკვე სახელმწიფო კერძო ყველა ერთად ერთვება როგორ უნდა გამოსწორდეს და იდება ძალიან დიდი გამოსწორების ასე ვთქვათ რეაბილიტაციის პროგრამა ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი რომელიც შეიძლება რომ ქვეყანამ გააკეთოს და ნუ რა ვიცი ნუ ეშინია რომ ეს არის გადაწყვეტილება რომელიც არ იქნება ობიექტური, აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მარტო ბოლო პერიოდში რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, თუნდაც ვიზუალურად ყვირილას მდგომარეობა, ეს არის აბსოლუტურად შავი. ქალბატონო 14 სოფელი რომელიც არის გაუდაბნოებული და სამწუხაროდ გადასახლების ზღვარზე, უმოწყალოდ გაჩეხილი ტყეები, დაბინძურებული სასმელი წყალი, დაბინძურებული მდინარე, საკვები სამწუხაროდ და დაბინძურებული ამ ფონზე თქვენ როგორც გარემოსდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე ამ საკითხში ძალიან კარგად გარკვეულ ადამიანს შეგიძლიათ თუ არა თქვათ რომ ჭიათურა არის ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ჩვენ გვაქვს ორი პოზიცია, ერთი არის ეკოლოგიური კატასტროფა კანონის მიხედვით, ერთი არის ეკოლოგიური უბედურების ზონა. ჭიათურა ალბათ უფრო გავა მეორე კატეგორიაში ეკოლოგიური უბედურების ზონად, იმიტომ რომ მისი გავრცელება არ ხდება პრინციპში ზესტაფონში კი ხდება გარკვეულად ყვირილას მეშვეობით, მაგრამ კატასტროფა რო ვთქვათ, ამას კიდე გარკვეული ასე ვთქვათ შეფასებები და შესწავლები ჭირდება, მაგრამ ეკოლოგიური უბედურების ზონად ნამდვილად შეიძლება გამოცხადდეს, იმიტომ რომ ადამიანის მიერ ნამოქმედარიდან გამომდინარე არის ეკოლოგიური უბედურების ზონა. შესაბამისად, მაგრამ ამასაც ჭირდება შესაბამისი დასაბუთებები, არსებობს უამრავი მასალა, რომელთაც შეიძლება ეს იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა ოფიციალურად კიდევ ვიმეორებ, რომ 400 მილიონი მე მიმაჩნია, რომ ეს ცოტაა. 400 მილიონით არის ზიანი შეფასებული, მიყენებული მარტო ქალაქ ჭიათურისთვის. სხვა საკითხია, რა ხდება სოფლებში დამატებით, ეს საკმაოდ დიდი თანხაა. ამას კიდევ ერთხელ ვამბობ, ზიანი უნდა გადაიხადოს მეწარმემ, ვინც გამოიწვია ესეთი კატასტროფა. ვერ გადაიხდის, მე არ მეგულება კიდევ ერთხელ ვამბობ, სოფლიოში ქვეყანა, ან საწარმო, რომელსაც შეუძლია ამ ხელა თანხა გადაიხადოს. ამ შემთხვევაში რა მოხდება, ქალბატონო ნინო, თუ სასამართლო დააკისრებს კომპანიას აღნიშნული ჯარიმის გადახდას? თქვენ ამბობთ რომ ის ვერ შეძლებს. 400 მილიონის ერთჯერადად გადახდა ზიანთან მიმართებაში არის პრაქტიკულად შეუძლებელი, მე რამდენადაც. ხო, არ ფიქრობ რომ ჩამოაწერს სახელმწიფო თქვა ჯარიმას. ეს არ არის სწორი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან მაგ შემთხვევაში. არც ერთი სახელმწიფო ასეთ ქმედებებს არ აკეთებს. შეიძლება რესტრუქტურიზაცია გააკეთონ, შეიძლება პროგრამაში ჩაუდონ, შეიძლება სერიოზული ცვლილება მოხდეს საკანონმდებლო სივრცეში, რაც არის პრაქტიკა მსოფლიოში, მაგალითად თუ ჭიათურ მსოფლიოში ესეთი ტიპის საწარმოს ევალება გამოასწოროს მდგომარეობა და მას გაექვითება ზიანის ანაზღაურებიდან, ანუ ის ქმედება, რასაც ის ჩაატარებს, ნელ-ნელა იქნება გაქვითული, ასე ვთქვათ, მისი ზიანიდან, რაც არის მიღებული. სამწუხაროდ ჩვენი კანონმდებლობა ამას ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს და შესაბამისად მან ჯერ უნდა აანაზღაუროს სრულად
და შემდეგ უნდა გაატაროს ღონისძიებები, კიდე დამატებითი ხარჯი უნდა გაიღოს. თუ რა ღონისძიებებია, სერიოზული პრობლემაა. აუცილებლად ქალბატონინო, თუმცა ბატონ ჭიჭიკო ჯანელიძის აზრი მაინტერესებს აღნიშნულთან დაკავშირებით. ბატონ ჭიჭიკო, ჭიათურაში არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია ჭიათურელთა კავშირი, რომელიც ფიქრობს, რომ ჭიათურას შესაძლოა გამოცხადდეს ეკოლოგიურად უბედურობის ზონად. ამავეს ფიქრობს ქალბატონი ნინო ჩხობაძეც. თქვენ რა აზრი გაქვთ ამასთან დაკავშირებით? მე ვეთანხმები ამ აზრს, საერთოდ კატასტროფასა და უბედურობის ზონა უნდა გამიჯნოთ. გამიჯნულია კანა. არა, გამიჯნულია, მაგრამ საუბრისას და საზოგადოებაში როცა ლაპარაკი ხანახან წამოსდებათ ხოლმე ეკოლოგიური კატასტროფა. არა. ეს არის აშკარად, ვინც ჭიათურა იცის, ამ 2-3-4 წლის წინ ვისაც უნახავს, ან ეხლა უნახავს დარკვეთი, ზოდი, ბუნიკა, სულ ყველა ადგილზე, რასაც ნახავს ადამიანი, თუ ოდნავ ის ეკოლოგიაში გარკვეული არის, თუ მას ადამიანის ჯანმრთელობასთან რამე შეხება აქვს, თუ მას გარემოსთან რამე შეხება აქვს, ჭიათურის ჭიათურა თვითონ ქალაქი და მის გარშემო მდებარე რამოდენიმე სოფელი, სადაც კარიერებია გახსნილი, ეს აშკარად არის ეკოლოგიური უბედურობის ზონა. ამას ვეთანხმები. ეს აქ ორი აზრი არ არსებობს. ჩემ შეიწევს ხოლმე კატასტროფას ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. დიახ, კატასტროფაზე საუბრობდა მაჟორიტარი დეპუტატი. მოდით მაშინ მოსახლეობას აუხსნათ და განუმარტოთ ჭიათურის საზოგადოებას რა განსხვავებაა ეკოლოგიური უბედურების ზონასა და კატასტროფაში. ძალიან მარტივი ასახსნელია. კატასტროფა არის ძალიან ფართო მასშტაბიანი. კატასტროფა მე მაშინ უნდა დავამტკიცო, რომ თელ ზესტაფონის რეგიონს თელ იმერეთზე მოქმედებს ჭიათურა. სამწუხაროდ ამის ფაქტები ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ ყვირილას მოქმედება, ზემოქმედება ასეთი დაბინძურების ფონზე შეიძლება გავცელდეს უკვე მთელ დასავლეთ საქართველოში, მაგ შემთხვევაში ნამდვილად იქნება კატასტროფის ზონა. უბრალოდ უფრო ბუნებრივ კატასტროფებთან მიმართებაში გვაქვს ჩვენ შეფასებები კატასტროფა, მაგრამ უბედურების ზონა ეს არის ანთროპოგენური ფაქტორით მიერ გამოწვეული, უფრო მოკლე მასშტაბის, უფრო შეზღუდული არეალით, ეს არის განსხვავება, მეტი არაფერი. თუმცა მასშტაბით და პრობლემებით ადამიანს ახლა როგორც ჩვენ გაგვიგია კატასტროფა შეიძლება უფრო კარგად ჟღერდეს, მაგრამ არანაკლები დატვირთვაა უბედურების ზონა, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ეს ადგილები იყოს აბსოლუტურად მიუღებელი ცხოვრებისთვის, ან მისი სიცოცხლეს შეიძლება დაემუქროს გარკვეული პრობლემა. საფრთხე ეს იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის კანონში პირდაპირ წერია, რომ მოქალაქეს უფლება აქვს იცხოვროს მისთვის ჯანსაღ არა მარტო ჯანდაცვის კონსტიტუციაში წერია. მით უმეტეს ბატონ ჭიჭიკო, უკაცრავად ზარს უპასუხოთ, მობილური ტრეკავენ და არ ვალოდინოთ მსმენელი, შემდეგ თქვენ გაძლევთ სიტყვას. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ხო, ცოტა ტელევიზორს მოშორდეთ და ისაუბრეთ. გაითიშა სამწუხაროდ 2-388 Skype ობიექტივი 2 ლათინური ასოებით დარეკეთ და გამოთქვით თქვენი მოსაზრება ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. ბატონ ჭიჭიკო, ჭიათურაში ეკოლოგიურად ესეთ რღვევა ჭიათურის ეკოლოგიის არ დაწყებულა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, თუმცა გაუარესდა ამას ცხადყოფს თუნდაც ის კერძო ფირმების რაოდენობის კატასტროფულის დაც, ეს წლებია ჭიათურას აწუხებს. რატომ დადგა დღეს ქალაქი იმის აუცილებლობის წინაშე, რომ შესაძლოა ის გამოცხადდეს უბედურების ზონად? ეს ხომ არ არის წელს და შარშან დაწყებული პრობლემა. ეს არ არის 1, 2 და 3 წლის მოქმედების შედეგი. ეს დაიწყო ათეული წლების წინ. სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა პერიოდში ღია კარიერული წესით უკვე 50-იანი წლებიდან გასული საუკუნის დაიწყო ესე იგი კარიერული წესით, ღია წესით მოპოვება და მაშინვე დადგა საკითხი ეკოლოგიური. მაგრამ მაშინ მე დიდი ქვეყანა იყო, დიდი სახელმწიფო იყო და ის ჭიათურის პატარა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების გამოყოფა ხდებოდა და კარიერი, როდესაც დასრულდებოდა კარიერზე მუშაობა, დასრულდებოდა მადნის ამოღება, ხდებოდა რეკულტივაცია. ამოღებული ფუჭიქანების ჩაყრა, მოსწორება, მოშანდაგება და ზედ ნიადაგ საფარისა და მცენარეულობის აღდგენა. სამწუხაროდ უკანასკნელი წლებია
იმ კარიერში ამოიღებოდა ფენები, სადაც მეტი მაღალი შემცველობის მადანი იყო და ქვედა ფენებში ნაკლები შემცველობა იყო და ის რჩებოდა. დღეს იმდენად გაუჭირდათ აი იმ ჯგუფებს, რომ იქ უკვე რეკულტივირებული უკვე გავლენის ხელმეორედ ხდება ხელმეორედ იღებენ იმ ფუჩქანებს და იმ დაბლა იმაში ჩადიან და იღებენ. ესე იგი უკვე გახარჯულ ფინანსებს, ესე იგი აბიტურებენ და ხელახლა ტოვებენ, ესე იგი ორჯერ და სამჯერ მეტ დანახარჯებს იმისაც, რომ აღდგეს ისა. მეც გეტყვით, აი თქვენ კარგად ისმოთ ჭიათურას, უბრალოდ ნებისმიერ აი ჭიათურა არის ზეგანი. ზეგნებს უწოდებ და დანაწევრებულია, ეს ძალიან ძველი გეოლოგიური სხეული არის, დანაწევრებულია ვიწრო ხეობებით, კანიონისებრი ხეობებით. იმ ზეგნებზე არის ეს კარიერები გახსნილი. და რომ იღებენ ამ ფუჩქანებს, პირდაპირ იმ ფერდობებზე ყრიან, ესე იგი პირდაპირ იყრება აი ნებისმიერ აი დაბლა. იქ ხდება ნიადაგ საფარის გაფუჭება და უკვე მცენარეული საფარის და შემდეგ აღარ რჩებათ მასალა, რომ უკვე მიტოვებული კარიერი ამოაქვს. ანუ არ კონსერვდება ის ფენა, რომელიც გვერდზე არ არის, ხომ გამიგეთ? არ კონსერვდება, რომ ამოაქვს და თქვენ თვითონ ძალიან კარგად იცით, ნებისმიერ სოფელში იგივე დარკვეთში გაიარეთ. უზარმაზარი ქვაბულები, დეპრესიები არის, რამოდენიმე ათეული მეტრი სიგანის და 100 მეტრზე წყლები დამყაყებული, აპროვლებული, აშმორებული წყლებითა და სიბინძურის კერებად გადაქცეული. ნორმალური, ესე იგი, საზოგადოება, კულტურული საზოგადოება სახელმწიფო ამას არ აიტანდა საერთოდ. აი ეს სარია მორიგი გვიკავშირდებიან, გისმენთ პირდაპირ ეთერში გზანდებით. მოგესალმებით. ქალბატონიოსანმა ასეთი შეკითხვა ისიც ძალიან დიდი კატასტროფული მდგომარეობა არის აქ სახლის შენდება კტანისის ქუჩაზე, კერძო სახლი, ეს ვიღაც ვახანი აშენებს. ხო და ესე იგი უკვე რა ვიცი, აი 3 წელიწადია თუ 4 წელიწადი არის ამ სახლის შენებლობას ხო არ დაადგა საშველი და მე ვცხოვრობ ზუსტად ამ ეგ არის 26 ნომერი, ჩემი არის 28 ნომერი და აშენებენ ამას რამდენი სახლი აშენდა და ასე არც ერთ არ შეუწუხებივარ. აქ მიმდინარეობს ქვის ისა ჭრა, იცით? აი გაუთავებლად უკვე რა ის 3 წელიწადია და ახლა ჩვენ აქ კერძო ძველი ბინა მაქვს და არის ისა ხეხილი მაქვს, ესე იგი თეთრად არის გადადებული. მოკლედ ბრძანეთ ქალბატონო, ჩვენ ჭიათურაზე ვსაუბრობთ, რა კითხვის დასმის არა მე ვიკითხე, რომ თუ შეიძლებოდა რომ თბილისზე აუცილებლად მივხედავ, თუ შეიძლება ქალბატონო გიპასუხებთ, ჩვენ გამოვალთ, ნახავთ ადგილზე რა ხდება და უბრალოდ ჩვენ და სამწუხაროდ თბილისში ქუჩაში წანისის 28 ნომერი თუ არ შემეშალა, ჩავინიშნე, უბრალოდ მინდა მოსახლეობა მიცოდეს, რომ სამწუხაროდ არანაირი შეზღუდვები ქვის ჭრასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის ფარგლებში ჩვენ არ აქვს. ქალბატონო ნინო, მე მინდა გკითხოთ, ჯორჯიან მარგანეზმა და უпроსორად დღეს სახელი გადაერქვა ამ კომპანიამ. ჯორჯიან ამერიკან ელოიზმა ჭიათურაში დაიწყო რეკულტივაციის პროცესი და გარკვეულ სოფლებში რამდენიმე ჰექტარზე მიწის აღდგენას აწარმოებს. თუმცა 80% და უფრო მეტიც სამწუხაროდ ამ ხეების ხმება, თუნდაც მათი უყურადღებობის გამო, ასევე ხშირია ჭიათურის ნიადაგისათვის შეუფერებელი და შეუსაბამო ხეების და ნერგების დარგვა. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით, თუ იცით რა ნერგების, თქვა, დარგვა არის აუცილებელი ჭიათურაში? იცით რა, როცა ფერდის გამაგრებაზე მეტის ლაპარაკი, ეს ძალიან დამუშავებული და სერიოზული ტექნოლოგია არსებობს. არსებობს საქართველოში გამოცდილება, ჭიათურაში განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ჩვენ არასოდეს არ გვიჭირდა ფერდების აღდგენა, კომპანიას ევალება ამის გაკეთება თუ მას სურს. პირველ რიგში მათ უნდა კონდეს გადახსნილ კარიერებზე დასაწყობებული ნიადაგი და მათ უნდა კონდეთ საშუალება, რომ შეიტანონ იმ აღდგენილ ტერიტორიებზე არაჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, ფუჭიკანი დაყარონ, არამედ ნიადაგი შეიტანონ. და მათ აქვთ ბევრი კარიერები, იმიტომ რომ 60-მდე მე თუ არ მეშლება ქვე საწარმოა, რომელიც ღია წესით მოპოვებაზე არის გადასული და გარეცხვაზე არის გადასული, შესაბამისად ნიადაგის მოხსნა ყოველთვის ხდებოდა და მათ შეუძლიათ ეს ერთი გააკეთონ, მეორე არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი მეთოდოლოგიები, რომელთაც შეიძლება ნიადაგის ფენის აღდგენა განახორციელონ, უпроსტად ხელოვნურად შექმნან სუბსტრატი გარკვეულად, ანუ კომით შეიტანონ ენერგი
და ერთი ეს, მეორე ტერასირება უნდა მოახდინონ ეს 2, წყვა უნდა განახორციელონ ეს 3 და სახეობები, რომლებიც ფერზე შეიძლება გამოყენებულ იქნას, არის თხილი და აკაციაც და დასავლეთ საქართველოში საკმაოდ ბევრი ხარობს ესეთი. ხალბატონ ნინო, თქვენ წეგან ახსენეთ 60-მდე კომპანია საშუალო ფირმებს დაქვემდებარებული. სხვადასხვა ტიპის, ახლა 60-მდე შეიძლება ცოტა მეტი, შეიძლება ცოტა ნაკლები. ხო, ციფრს ზუსტად არ აქვს მნიშვნელობა. არა, ციფრს ვერც გაიგებთ ზუსტად, ვერამდე წუთები. სამწუხაროდ ჭიათურაში მოიპოვებენ მანგანოს. თუ ჯორჯიან მარგანეს 40 წლის ვადით გადასცა სახელმწიფომ ლიცენზიით ჭიათურის მანგანუმი და ის მოხდა ტერიტორიების განსაზღვრა, სადაც ეს კომპანია იმუშავებდა, რატომ გაჩნდნენ წვრილი ფირმები თქვენი აზრით? ეს იყო თუ არა კანონთან მაშინ არ იყო თანხმედრაში ეს კაზი? შეიძლება მე ცოტა რომ არ ვიყო მარტო იმაზე დაყრდნობილი, რომ თურმე წინამთავრობამ რაღაც პრობლემები შექმნა, მანამდეც ვიტყვი, რომ ბატონმა ჭიჭიკომ ბრძანა და ჭიათურის პრობლემა მართლა არ დაწყებულა ამ საუკუნეში, ჭიათურის პრობლემა დაიწყო წინა საუკუნეში. 70-იან წლებიდან მოყოლებული ჭიათურას აქვს სერიოზული პრობლემები, მათ შორის არარენტაბელობა თავისი შახტების, იმიტომ რომ მას აქვს 2 შახტა, რომელიც მეტნაკლებად ცუდი, ანუ ნაკლებად გამდიდრებული მადნის მატარებელია და არის 2 შახტა, რომელიც უფრო მდიდარი მადნის მატარებელია. ყველა სამთოელი აცხადებდა მაშინაც და ეს იყო 90-იან წლების პრობლემა, რომ ლიცენზია უნდა გაიცეს ისე, რომ უნდა მიეცეს უფლება და უნდა შეურიონ, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, არაგამდიდრებული მადნის და გამდიდრებული მადნის ერთმანეთში შერევით უნდა იყოს მოპოვება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მტაცებლური, არარაციონალური მოპოვება მარგანეცის. შემდგომ დაიწყო აი ეს რასაც ქვია ღია კარიერული წესით, ანუ გაბნეული მადნის მოპოვება. მთლიანობაში ეს არის ერთი სამთო მინაკუთვნი. მაგ იყო ძალიან ბევრი შეცდომა დაშვებული, თუნდაც მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით, პრობლემური იყო მოპოვებასთან დაკავშირებით და ამას წესით და რიგით უნდა მოეწესრიგებია ერთ ლიცენზიას, რომელიც იყო წიაღის კანონით გაცემული ჭიათურ მარგანეცზე თავის დროზე. და მუდმივად იყო პრობლემები. ეხლა გადაეცა და გაიყიდა ეს ცოტა მოგვიანებით, უღონდ გადაეცა და გაიყიდა ისე, რომ უკვე კანონში არის ცვლილება შეტანილი. 2005 წლამდე, თუ არ მეშლება, იყო ისე, რომ ლიცენზიის გასხვისება, გადაცემა, ასე ვთქვათ, და აგრეთვე მემკვიდრეობით გადაცემა შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ეს იყო გარკვეული პერიოდით გაცემული ლიცენზია, იყო კონკრეტულ საწარმოსთან მიმართებაში გაცემული ლიცენზია და თუ იურიდიული პირი ქრებოდა, შესაბამისად თავიდან უნდა ყოფილიყო აღებული ლიცენზია და გარკვეული პირობები უნდა ყოფილიყო. გადაყიდვა ლიცენზიის იყო ყოვლად დაუშვებელი, რადგანაც მადანი ნებისმიერ სიტუაციაში წიაღისეული დღესაც კი საქართველოს საკუთრება არის პირადად. და მან უნდა განკარგოს. სამწუხაროდ 2005 წლის მერე კანონში არის შეტანილი ისეთი ცვლილება, რომლითაც ლიცენზიის მფლობელს შეუძლია გაასხვისოს საკუთარი ან ნაწილი ან მთლიანად ლიცენზია ან გადაყიდოს და ამიტომ მარტო ამ სფეროში წიაღში არ აქვს პრობლემები. ჩვენ სხვა ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებითაც აგვაქვს ბევრი პრობლემა, მათ შორის ტყესთან დაკავშირებით და ჭიათურას ძალიან კარგად იწვნია და რეალურად ეს ერთ-ერთი პრობლემატური თემა იყო. და წიაღთან მიმართებაში, ანუ ჭიათურ მარგანეცთან მიმართებაში ეს პირდაპირ დარტყმას აყენებდა ჭიათურას და დღესაც აყენებს, იმიტომ რომ მთავარი კომპანია, ვისაც არის გენერალური ეგრეთ წოდებული ლიცენზიის მფლობელი, მას შეუძლია გაასხვისოს და ის აძლევს თავის ნაწილს ლიცენზიის მოპოვების უფლების. რატომ აძლევს ხალბატონო ნინო თქვენი აზრით? იმიტომ რომ ეს უფრო რენტაბელურია, გაბნეული მადნის შეგროვება, ვიდრე შახტის ექსპლუატაცია, რომელიც არის უმძიმესი. თქვენ იცით, რამდენი მსხვერპლი ჰქონდა შახტაში, რამდენად პრობლემატურია, იმიტომ რომ არანაირი ტექნიკური გადაიარაღება არც ერთ კომპანიას, რომელიც შევიდა შიგნით, არ მოუხერხებია და დღემდე ის როგორც ტყიბულში, ისევე ჭიათურაში საბჭოთა, ესე ვთქვათ, ტექნიკა მუშაობს. ყოფილი საბჭოთა ხო, ან ნახევარ საუკუნის, იმიტომ რომ უმძიმესი მდგომარეობა და არანაირ უსაფრთხოებაზე აქ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. შესაბამისად, გაბნეული მადნის მოპოვება, რომელიც ღია კარიერულად ხდება, ეს უფრო მარტივია. და სარფიანია, უფრო ნაკლებად ხარჯიანია და შედეგი არის ის, რომ ჩვენ გვხვდება ადგილზე აბსოლუტურად ნიადაგ დარღვეული სუბსტრატები, პრაქტიკულად ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე, ანუ ნიადაგი
ეროზირებული რჩება, ეს ცალკე მეორე პრობლემაა კიდე დამატებით. ასე რომ რეალურად ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება, თუ გვინდა რომ ეს საკითხი იყოს მოწესრიგებული, უნდა დავიწყოთ თავიდან სისტემის თავიდან მოწესრიგებას. იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ლიცენზიანტმა თან ერთი პრობლემაა კიდე ამ კანონმდებლობაში, გადაცემის დროს პირობები, რომელიც პირველ ლიცენზიას, ანუ გენერალური ლიცენზიის ფლობელს არ გადადის. არ გადადის? არა. ეს კიდე დამატებითი პრობლემაა. დიახ. ამაზე ვისაუბრებთ და გამოსავალი უნდა გკითხოთ აუცილებლად ქალბატონო. კანონმდებლობა მოწესრიგება და ევროპული კანონმდებლობის შემოყდანა წიაღისეულის მოპოვებასთან. ჩვენ თავის დროზე გქონდა ლიცენზირება, შემოტანილი ეს არის კანონი 96 წლის და რომელიც ფაქტობრივად გამოშიგნულია სრულად. არის მეორე საკითხი, რომ წიაღის შესახებ ახალი კანონმდებლობა უნდა შეიქმნას, რომელიც არის უკვე სხვა პრინციპებზე დატკბნობით, რასაც ითხოვს ევროპის სამთო მადნის დირექტივა. თუმცა ჩვენ ხელშეკრულება მემორანდუმი უკვე გაფორმებული გვაქვს ამ კომპანიასთან, თუნდაც ახალი კანონების მიღების შემდეგ მოხდება თუ არა მათი დავალდებულება რო შეასრულოს? ვერ მოხდება, აქ უკვე სხვანაირად უნდა იყოს გათვლილი საკითხი, ამას ცალკე მექანიზმები ჭირდება და ეხლა მე არ ამგონია რომ მიზანშეწონილია ამისი პირდაპირ ეთერში საუბარი, მე ჩემი კონკრეტული მოსაზრებები გამიჩნდა. ბატონო ჭიჭიკო, 357,876 ლარით არის კომპანია დაჯარიმებული. მე და თქვენ სანამ სტუდიაში შემოვიდოდით, თქვით რომ წრეზე მოგვიწევს სიარული და რეალურ შედეგს ჭიათურა ვერ დაინახავს. რას გულისხმობდით, როდესაც ამას ამბობდით? ჯერ დასაწყისში ქალბატონ ნინომ რაც გიპასუხათ, მე დავამატებდი რომ თუ ჭიათურაში გაპარტახებულ კარიერებზე დადგება საკითხი და თქვენ თვითონ აღნიშნეთ რომ უკვე რეკულტივაციის პრობლემა ალაგ-ალაგ ვარდება, სცენარიული საფარის აღდგენა არ არის საჭირო სხვა ჯიშების შემოტანა. ათასლეულების განმავლობაში ჭიათურის რეგიონში, ზემო იმერეთის პლატოზე მაგეთ ადგილებში იყო ადაპტირებული იყო მუხა, ქართული, რცხილა, ცაცხვი, ალაგ-ალაგ წაბლი. აი ასეთი ჯიშებით უნდა დავიწყოთ. ენდემური ჯიშებით, რომელიც ჭიათურა. ისე ბატონო ჭიჭიკო უფრო კარგია, თხილი ერთ-ერთი პიონერია ჩვენი ტყეების. არა, თხილს ხო და რაც იყო მეთქი და თხილი ჭიათურაში კი ბატონო, რაც ადგილისათვის იყო დამახასიათებელი ისეთი ჯიშები და არა, ნუ არ მინახა აკაცია და რაღა ისეთი აკაცია ყველგან აკაცია სხვა ის უნდა და ყველგან ისეთ ხირხატიან ნიადაგებზე ვერ მოიკიდებს ფეხს და იქ აი ეს ჯიშები უნდა გამრავლდეს. ხა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას. მე ყოველთვის მაქვს ესეთი, აი ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, აი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თქვა ან გარემოს სააგენტომ ან ვიღაც ჩავიდა, გამოიკვლიათ და დააჯარიმა. შედგა ოქმი, დააჯარიმდა და არის უკვე დასახელებული თანხები. ჩემთვის აი საკითხავია. გადაიხადა. დაუშვათ გადაიხადა კომპანიამ თანხა. სად მიდის ეს თანხა და რას ხმარდება? აი საკითხავია უბრალოდ. დავაჯარიმეთ იმისაც რომ გააპარტახა ეკოლოგია, ხო? და ის ეკოლოგია მოითხოვს აღდგენას. აი აქ მარხია ძაღლისთავი მაპატიოს ტელემაყურებელმა. ის თანხა მიდის ალბათ თუ გადაიხადა წავა ბიუჯეტში. ახლა მე ვსვამ საკითხს. ბიუჯეტი რახან მაგნეს მიცემული აქვს ლიცენზია და ვალდებულება აქვს აღებული, ხო? იქ დევს ეს იმაში, რა ქვია, პუნქტად დევს რომ აი თუ შენ გააფუჭებ, შენ აღადგენ, შენ გადაიხდი. არის იმ ლიცენზიაში ეს ჩადებული. ეს ლიცენზიის პირობებში წესით უნდა იყოს ზიანთან დაკავშირებით. თუმცა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაც საქართველოს კანონმდებლობა ზიანის ანაზღაურებას ავალდებულებს, მაგრამ მე მაინტერესებს, მე არ ვიცი ლიცენზია არ მინახავს. სამწუხაროდ 2012 წლამდე საერთოდ ფარული იყო მემორანდუმი, რაც ნოღაიდელსა და მაშინდელ კომპანიას შორის დაიდო. ქართულმა ოცნებამ ნელ-ნელა დაიწყო გასაჭიროება, თუმცა დოკუმენტს ბოლომდე არავინ არ იცნობს ბატონო. უკაცრავად, მაგრამ ლიცენზიის ფლობელი მაინც არის კონკრეტულად საწარმო, უბრალოდ აი მემორანდუმში, რაც მე ვიცი, გადმოცემით, რომელშიც წერია, არის ძალიან საინტერესო ფაქტი აღნიშნული, იმიტომ რომ მე არ დაგიმალავთ ემოციურად ძალიან განვიცადე, როცა მომეცა საშუალება რაღაც მომენტში გადამეხედა, იმიტომ რომ ბატონ მახას წერეთას უნდა უმადლობდე, რომ იყო საშუალება რაღაცა დახურული, დღემდე დახურული
დოკუმენტის ხოლმე პარლამენტარებს რო შეუძლიათ ნახონ. ერთ-ერთი ამონარიდი, რომელიც ბატონმა მახაზმა მაშინ მე გამაცნო, ჩემთვის იყო ესე როგორ უნდა მოიქცეთ 18 წლამდე 2018 წლამდე ჭიათურ მარგანეცი ანუ მანგანეზი თუ ვიც არის მემკვიდრე განთავისუფლებულია ყველანაირი გარემოსდაცვითი ვალდებულების. ეგ დოკუმენტი მეც მაქვს ანახი ხალოტენო მეც ბატონო მაგალითად დამსახურებია. კი ბატონო ეს არის აი ცუდი მაგალითია სხვა კომპანიებისათვის, ესე იგი რომ ახალი კომპანია მოვიდეს და დაუდოთ ხელშეკრულება და ლიცენზია. ბატონო ჭიჭიკო, ზუსტად ეს იყო მცდელობა, როცა 2011 წელს თუ არ მეშლება, ჩვენ ეგრეთ წოდებული ჩვენ რო უწოდეთ ინდულგენციის კანონმდებლობა მივიდეთ, რომლითაც ესე იგი საწარმოს შეეძლო გადაეხადა გარკვეული თანხა და ის იხსნებოდა ყველანაირი პასუხისგებლობიდან, რაც მოუვიდოდა გარემოსდაცვის სფეროში. ეს იმახინჯია. ეს არის, ნუ გაუქმდა ჩვენ საბედნიეროდ ეს გაუქმებულია, მაგრამ არ არის აღდგენილი ის რაც იყო გაუქმებული 2006 წელს. ჩვენ დღეს ჩვენი კანონმდებლობით მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტით გარემოსდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულით რეგულირდება წყალაღება, წყალჩაშვება. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი გამამდიდრებელი კომბინატი მცირე ზომის დიდი იქნება თუ იმას მათ კანონმდებლობით ოფიციალურად არანაირი ვალდებულებები არ აქვს ნაგულისხმები მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტით. მხოლოდ იმ ობიექტს, რომელიც არის ასე ვთქვათ გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურის ქვეშ, მაგრამ როცა თბილისში აფრიკის დასახლებაში არის მარგანეცის გამამდიდრებელი კომბინატი, რომელსაც პრინციპში თურმე თავისი მოცულობებიდან გამომდინარე არ ჭირდება გარემოს ზემოქმედების შეფასება. მაინც ეს რას ნიშნავს ამისენ? ანუ რამდენი მცირე საწარმო შეიძლება იყოს ესეთი, რომელსაც ეს არ ჭირდება. მას არ აქვს დაგეგმილი, ანუ წყალჩაშვება, წყალაღება გაუქმებულია წყლის კანონიდან გამომდინარე, უფლება, ანუ არანაირი ვალდებულება ამ ზიანისა არ ეკისრება თითქმის არავის, იმიტომ რომ შეუძლია რამდენიც უნდა წყალი ამოიღოს და რამდენიც უნდა ჩაუშვას და შესაბამისად საბოლოოდ რომ იმსჯელოს, ანუ კანონი უფრო მაღალია ვიდრე ქვე ნორმატიული აქტები, შესაბამისად ტექნიკურმა რეგლამენტით დაწესებულმა შეზღუდვებმა შეიძლება საერთოდ არ იმოქმედოს. მე გამიგზავნა ძალიან იმიტომ რომ ძალიან წიგნეული თემაა. ესეთი პატარა საწარმოები ხომ შეიძლება ერთეულები კი არ იყვნენ, იყვნენ ათეულები და ასეულები და ეს არის კუმულატიური ეფექტი, რომელიც შეიძლება მოხდეს და ხდება კიდევ. ხდება კიდევ ერთი თვია რაც გაიხსნა ახალი უფრო მძიმე მდგომარეობაში ვიდრე იყო. ერთი თვის წინ გაიხსნა ახალი გამომდიდრებელი ქარხანა ქალბატონინო ჭიათურაში, გზაზე კორპუსებთან ახლოს ამაზე მოსახლეობას პრობლემა ჰქონდა, ჩვენ გადაცემაში ჰქონდათ კიდე წინა გასულ გადაცემის საუბარი. ბატონო ჭიჭიკო, მე მინდა თქვენ უპასუხოთ ჩვენი გადაცემის ინტერაქტიულ თავარ კითხვას. ბატონო მალხაზ-წერეთლის გამოსვლა თქვენ მოისმინეთ გარკვეულწილად, დაამძიმებს თუ არა ქალაქში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა ეკოლოგიურ ვითარებას? უდაოდ დაამძიმებს. მე უბრალოდ ეხლა მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ფაქტზე. აი საკრებულოს დადგენილებაში არის რომ აი ქუჩები მოირწყვებაო. ერთ-ერთი ის პუნქტი. მორწყვა რას უშველის, როდესაც უზარმაზარი ავტომობილი მოდის მანქანა დატვირთული 10-12 ტონა ფხვიერი მასალით ღია და ჭიათურაში ესე იგი არის ფიონური ქარებიც მთახეობათა ქარებიც ნიავი რომ აი ეს მასალა იყრება ქუჩაში და ჰაერის დაბინძურება მოგაცრავთ მე მეორე შეკითხვა მებადება მოირწყვება ჩავა სანიაღვრე სისტემაში და საწავა ყვირილაში სასაკვირველია არა ეს არის ძალიან ესე იგი უხერხული ის არის მოტივი რაღაცა გამოთქმული მორწყვა რას უშველის პირიქით მორწყვა ვარესი არის ის წყალი წავა და რას თავარია გაფრქვევა ხდება ჰაერში ხდება გაფრქვევა ამიტომ პირველ რიგში აი თუ ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე დაიწყება სერიოზულად ლაპარაკი პირველი ღონისძიება უნდა გატარდეს არ შეიძლება მე გითხარი თბილისში როდესაც ტრალერები გადიოდა სომხეთის და აზერბაიჯანის ქალაქში სატრანზიტო გარშემოვლითი გზა გააკეთეს და არა ეკოლოგიისას არამედ მაშინ ტრანსპორტის მოძრაობას უშლიდა და დღეს ჭიათურაში
ეს მანქანები ტრანსპორტის მოძრაობის კერე ეკოლოგია ჰაერს ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჭიჭიკო თითქმის ამოიწურა ჩვენი გაცემის დრო ტექნიკურ ჯგუფს თქო ერთი კომენტარის საკითხვის უფლება მომწევს ხოლო ძალიან ბევრია მაგრამ ჭიათურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის კომენტარი მინდა წავიკითხო საკრებულოს ხტომის ვიდეო ჩანაწერი ყველამ უნდანახოს კარგი სანახავია თქო ვერ ვიტყვი მაგრამ ერთი კი ვიფიქრე ნაციონალების დეპუტატებს თავი ისევ ხელისუფლებაში გონიათ ისინი პაბზე მეტი კათოლიკეები გამოდგნენ ბატონებო კარგი იქნება გამარჯვების სკვერის გზაც გახსნათ ნინოშვილი ხომ გადატვირთულია მერე გაიგებთ როგორია საძინებელ ოთახში გამონაბოლქვის სუნთქვა ხოლო მტვრისათვის ფანჯრებიდან შლანგით მორწყეთ ერთი თვის ლოდინი რომ არ მოგიწიოთ პიეს სხვათა შორის ისე როგორც ქალაქზე მძიმეწონიანი მანქანების აკრძალვა გამარჯვების სკვერის გზის ჩაკეტვაც მანქანებისათვის ჩემი და ჩემი გუდის გადაწყვეტილებით მოხდა ეს კიდევ ერთი სტიმულია თქვენთვისო დანარჩენი კომენტარების საკითხვა თქვენ შეგიძლიათ ჩვენი Facebook-ის გვერდზე ძალიან ბევრია შემოსული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კომენტარებში უარყოფითად აფასებს საკრებულოს გადაწყვეტილებას და ამბობენ რომ არც კომპანიები შეასრულებენ აკის ვალდებულებებს და ქალაქის ქუჩების მორწვა არ მოხდება. ასია დღესაც არ ხდება სამწუხაროდ ეთერში იყო გადაცემა ჭიათურის საათი. კიდევ ერთხელ გაგაცნობ ჩემი გაცემის დღევანდელ სტუმრებს ქალბატონი ნინო ჩხობაძე, გარემოსდაცვის ყოფილი მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანეთა მოძრაობის ლიდერი და ბატონი ჭიჭიკო ჯანელიძე, გეოლოგი. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ, შევხვდებით მომავალ კვირას.